გამარჯობათ ქალბატონებო და ბატონებო, მე ვარ რომეო ცენტერაძე, თქვენ იმყოფებით ჩემს YouTube არხზე, სადაც ჩვენ ძირითადად ვსაუბრობთ ქართულ MMA-ზე და დღევანდელი აი მოკლე ვიდეოს მთავარი თემა იქნება ლევან ჩოხელი და მის მიერ მოპოვებული ძალიან შთამბეჭდავი გამარჯვება PFC 4-ის ტურნირზე, სადაც მან დაამარცხა ნოკაუტით ბრაზილიელი ალექსანდრე გონკალვესი და გახდა ამ ორგანიზაციის საშუალო წონის ჩემპიონი. მოგეხსენებათ, ლევან ჩოხელი არ გახლავთ საშუალო წონის მებრძოლი, იგი ქვესაშუალო წონაში იბრძვის, მან დააქვს გატარებული კარიერის ძირითადი ნაწილი. თუმცა რიგი მიზეზების გამო მას ამ ბრძოლის ჩატარება ერთი წონითი კატეგორიით მაღლა მოუწია ამ კონკრეტულ ადამიანთან. და ზუსტად ამაზე სასაუბროთ მინდა რომ ჩავწერო ეს ვიდეო. თუმცა სანამ ამაზე გადავალ, მინდა რომ პატარა გადახვევა გავაკეთო და ვისაუბრო ლევანზე როგორც პიროვნებაზე. ალბათ ბევრმა თქვენგანმა უკვე ძალიან კარგად იცის, რომ მე და ლევანი წლებია უკვე ძალიან ახლო მეგობრები ვართ. და იქიდან გამომდინარე, როგორი ადამიანიც არის ლევანი, მას ძალიან არ უყვარს, როდესაც თავისი ახლობლები აქებენ საჯაროდ, მით უმეტეს წინასწარ როცა აქებენ, არ უყვარს, როდესაც როგორ გითხრათ, აი გასაგებად და მოკლედ რო გითხრათ, აი ბაქი-ბუქი არ უყვარს წინასწარ და მეც შესაბამისად პატივს ვცემ მის სურვილებს, მის პიროვნებას და თავს ვიკავებ ყოველთვის ლევანის სქებისგან, არ ვსაუბრობ ლევანზე ხშირად, არ ვაკეთებ მასე ბევრ ვიდეოებს და ასე შემდეგ. მაგრამ იმედი მაქვს, რომ აი ამ ნოკაუტით ლევანი შევა უკვე UFC-ში და დაიკავებს აი იმ სიმაღლეს, რასაც მისი საბრძოლო ნიჭი იმსახურებს და შეუერთება UFC-ში ქართველი მებრძოლების აი მოკლე სიას და დამიჯერეთ ლევან ჩოხელის სახით საქართველოს და ქართველებს ძალიან ღირსეული წარმომადგენელი გვეყოლება, როგორც კი ესე მოხდება. რაც შეეხება კონკრეტულად ბრძოლას, მოდი მაშინ ერთ კაის ვიტყვი და ერთ ცუდს რო გავათანაბ, რომ კარგი ის იყო, რომ ლევანმა ამ ბრძოლაში კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი აი ეს MMA-ზე მორგებული არისტოკრატული კრივი და არაჩვეულებრივი დაცვა დგომში, რაც აქვს და რაც დამაგტა ლევანისგან ის იყო პირველ რიგში სისწრაფე. ჩვენ მიჩვეული ვართ ლევანისგან ძალიან მაღალ სისწრაფეს და ამ ბრძოლაში მას არ ჰქონდა ეს სისწრაფე. ალბათ ამისი ერთ-ერთი მიზეზი არის ისევ და ისევ ის, რომ პირველად იბრძოდა ესეთ ძიმე წონაში და კუნთის მასაც ჰქონდა ზედმეტი და მეორე ის, რომ ჩემი გადმოსახედიდან, ჩემი სუბიექტური აზრით არ იყო ლევანი მთლად ოპტიმალურ ფორმაში ამ ბრძოლაში და ამასაც აქვს თავისი მიზეზი. ესე იგი, რომ აგიხსნათ მოკლედ ლევანის ირგვლივ რა სიტუაციაც იყო, რამოდენიმე თვის წინ მას ჰქონდა მოლაპარაკებები UFC-ს ერთ-ერთი უმაღლესი ეშელონის წარმომადგენელთან და მან ესეთი რაღაცა უთხრა ლევანს, რომ ძალიან მოგწონ ხარ, ძალიან გვინდა შენთან ურთიერთობა, მაგრამ სანამ UFC-ში შანსს მოგცემთ, საჭიროა ერთი გამარჯვება UFC-ს გარეთ რა. და დავიწყეთ მოწინააღმდეგის ძებნა 77 კილოგრამში, მაგრამ პრობლემას შევეჩეხეთ ძალიან მალე იმას, რომ UFC-ს გარეთ და აი ამ ძირითად დიდი ორგანიზაციების გარეთ, ვინც მებრძოლები არიან 77 კილოგრამში, არავის არ უნდოდა ლევანთან ბრძოლა. რის შედეგადაც გადავწყვიტეთ, რომ მოდი იქნება 84-ში უფრო იოლად ვიპოვოთ ვინმე და დავიწყეთ 84-ში ხალხის ძებნა, სურველების, მოწინააღმდეგების, მაგრამ აქაც იგივე სცენარი დაიხატა, აქაც ფაქტურად შეუძლებელი გახდა ვინმე დათანხმება ბრძოლაზე და ბოლოს სადღაც 1 თვე იყო, მე მგონი დარჩენილი შეიძლება ნაკლებიც საათს მახსოვს ახლა ზუსტად ეს პატიოსანი ადამიანი დათანხმდა ლევანთან ბრძოლაზე, როგორც იქნა. და ნუ რაც მოასწრო მომზადება კონკრეტული მეტოქისთვის, კონკრეტული წონისთვის, ლევანმა ისე გამოვიდა და მიუხედავად ამისა წინვალე ნოკაუტით დაამთავრა და ორმაგად შთამბეჭდავია ამის გამო რაც გააკეთა. ანუ წონა 84 კილოგრამი და მოწინააღმდეგე ალექსანდრე გონკალვესი ეს სიტუაცია ასე იმიტომ დაალაგდა ელემენტარულად იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ სხვა არავინ არ იყო თანახმა ლევან ჩოხელთან ებრძოლა UFC-ს გარეთ. ეს არის და ეს. სულ ეს იყო რაც მინდოდა, მე თქვა მეტ დროს აღარ წაგართმევთ, ერთ რაღაცას დავამატებ. კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ამირან გოგოლაძე, რომელიც უკვე დიდი ხანია ელოდება თავის დებიუტს UFC-ში, უნდა ეჭხუბა ამ კვირაში რაღაც პრობლემების გამო გადაიდო მისი დებიუტი კიდევ ერთხელ იმედია დიდი ხნით არა
და ამირანი გვეყოლება სტუმრად Fight-Hop-ის YouTube არხზე. მე და გიორგი სართანიას ხელმძღვანელობით ვითარდება ეს არხი. და ძალიან გთხოვთ, ვისაც არ გაქვთ გამოწერილი, გამოიწერეთ Fight-Hop-ის YouTube არხი, ასევე გამოიწერეთ ჩემი ეს YouTube არხი, დამეხმარეთ, რომ გავზარდო ჩემი პირადი YouTube-იც, რაც უფრო მეტად იაქტიურებ თქვენ გამომწერებელ და გამოიწერთ ჩემს არხს, მით უფრო მეტი სტიმული მექნება მეც, რომ მეტი ვიდეოები დავდო და ამირანთან ძალიან საინტერესო საუბარი გვექნება გპირდებით და არ გამოტოვოთ არავითარ შემთხვევაში. სულ ეს იყო რის თქვაც მინდოდა პრინციპში, წინასწარ გიხდით ყველას დიდ მადლობას თანადგომისთვის, კეთილი სიტყვებისთვის, გამოწერებისთვის, მოწონებისთვის და ასე შემდეგ. კარგად ბრძანდებოდეთ. მომავალ შეხვედრამდე.